მოგესალმებით მეგობრებო, დღეს განსხვავებული ეპიზოდი გვაქვს მოქმედების პოდკასტის 2025 წლის პირველი დაჯილდოება გვაქვს სტუდენტების და სტუმრად ყავს UI UX-ის ლექტორი დავით კოხრეიძე. გამარჯობა დავით. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად, თავად როგორ ხართ? მეც კარგად, მადლობა. დღეს განსხვავებული დაჯილდოება გვაქვს, შენ წინა დაჯილდოებებზეც ხარ ნამყოფი და განსხვავებული ფორმატი გვაქვს. მაინტერესებს რამდენად მოგწონს ჩვენი ეს სიახლე. ხედავ რომ უფრო მეტ კომპანიასთან დამეგობრდით, რაც ძალიან კარგი და საინტერესოა. გარდა ამისა, ძალიან თავისუფალი გარემოა. კარგი აქტივობები, კვიზები, საინტერესო დაჯილდოებები და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი დრო გაატარეს ჩვენმა კურს დამთავრებამ. UI UX მიმართულებით რამდენად დიდი არის მოთხოვნა ბაზარზე? UI UX მიმართულებით ბაზარზე თავისთავად დიდი მოთხოვნაა, თუმცა ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა, რომ ეს პროფესია შეეძინა და ასე რომ კონკურენციაც არის საკმაოდ მაღალი. მადლობა დავით სტუმრობისთვის. ასევე მადლობა მოწვევისთვის, ძალიან საინტერესო დრო გავატარეთ თქვენთან ერთად. ახლა კი ჩვენი სტუდენტები გაგვიზიარებენ თავისთავად ეჭვდებებს ხუთივე მიმართულებიდან. გამარჯობა ნინი. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად თავად. მეც კარგად, მადლობა. Smart აკადემიაში რომელი კურსი გაქვს გავლილი და რამდენად კმაყოფილი ხარ? გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი გიორგისთან და ვარ ძალიან კმაყოფილი, იმიტომ რომ ის შესაძლებლობები მომცა ზუსტად რაც მჭირდებოდა ცხოვრებაში და ძალიან კმაყოფილი ვარ. რამდენად გაუწევდი რეკომენდაციას Smart აკადემიას შენს მეგობრებთან? 100%-ით გაუწევდი, იმიტომ რომ მე თვითონ ძალიან კმაყოფილი ვარ და უკვე ძალიან ბევრ მეგობარს ვურჩიე და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი კურსია იმისთვის, რომ შეიცოდნა გაიღრმავო. გამარჯობა მარიამ, როგორ ხარ? კარგად ხარ? მეც კარგად, მადლობა. კურსის შესახებ რომ მოგვიყვა ორი სიტყვით და რატომ დაინტერესდი ამ კურსით? კიბერუსაფრთხოებით ვარ დაინტერესებული, სამომავლო პროფესიად მაქვს არჩეული კიბერუსაფრთხოება, თეორიული ნაწილი წარმოადგენდა ჩემთვის გამოწვევას და ამ კურსის შესახებ როცა გავიგე, რომ საფუძვლები თეორიული კურსი იქნებოდა ძირითადად, ძალიან გამხარდა, დავინტერესდი და საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა ეს კურსი ჩემთვის, ვინაიდან ის გამოწვევა და ის სირთულე, რაც ამ პროფესიაში მე დავინახე, ამ კურსის საშუალებით დავძლია საკმაოდ მარტივად და კარგად ლექტორის დახმარებით. მე როგორც ვიცი, შენ სკოლის მოსწავლე ხარ და მაინტერესებს შენ თაობაში რამდენად არის საინტერესო კიბერუსაფრთხოება. კიბერუსაფრთხოება როგორც ასეთი პოპულარობას ეხლა და ეხლა უფრო იძენს ჩემს თაობაში, აქამდე არ იყო ეგეთი პოპულარული, თუმცა ეს კურსიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ამ მხრივ ჩემთვის, რომ ამ მიმართულებით არ არის ხოლმე ბევრი აქტივობა და ჩემთვის როგორც ამ პროფესიით დაინტერესებულისთვის ძალიან კარგი შემოთავაზება და სიახლე იყო და ჩემს თაობაშიც ახლა და ახლა უფრო მეტად იკიდებს პოპულარობას ვიდრე აქამდე მაგალითად. Smart აკადემიაში რომელი კურსი გაქვს გავლილი და რამდენად კმაყოფილი ხარ? გრაფიკული დიზაინის კურსი გავიარე და კონცეპტ არტი და ძალიან კმაყოფილი ვარ. რამდენად გაუწევ შენს მეგობრებს რეკომენდაციას Smart აკადემიაში რომ ისწავლონ? გავუწევ რეკომენდაციას, რადგან ძალიან ისეთი გარემოა, სადაც ძალიან საინტერესოდ და ძალიან კარგი მიდგომებით შევისწავლეთ და დავეუფლეთ იმ პროფესიას, რაც გვჭირდებოდა. გამარჯობა ქეთევან, როგორ ხარ? კარგად, თავად? მეც კარგად, მადლობა. დღევანდელი ივენთით რამდენად კმაყოფილი ხარ? ძალიან კმაყოფილი ვარ და ძალიან მიხარია, რომ Smart აკადემია ასეთ შეხვედრებს მართავს სტუდენტებთან და ასე ჩართულია სტუდენტებთან და ზოგადად კურსდამთავრებულებთან ურთიერთობაში და ეს ძალიან მოხერხებს. აკადემიის გუნდით რამდენად კმაყოფილი ხარ და ამ კურსს რამდენად ურჩევდი შენს მეგობრებს? Smart აკადემიის გუნდი ძალიან მეგობრულია, ძალიან დამეხმარა ბევრ რაღაცაში და ასევე ჩემს მეგობრებსაც ვურჩევ აქ კურსის გავლას. და მეც ვგეგმავ იდეაში მაქვს ერთი კურსი, რომელსაც აუცილებლად გავივლის ამავოდ. ძალიან დიდი მადლობა შენ. მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ Smart აკადემიის არხის გამოწერა. გამარჯობა ნიკუშა, როგორ ხარ? პაპა. აჰა, ესე იგი ციფრული ხატვა გაიარე ბავშვებისთვის და ორი სიტყვით გითხარი რამდენად მოგეწონა? Podcast.